ტელეკომპანია დიას პირდაპირ ეთერშია გადაცემა თავისუფალი სივრცე სოფუ ახალგაზრდთან ერთად. გორის დილა საქართველოს ჩემპიონია. სწორედ ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში მოგილოცავთ, სანამ წარგადგენდეთ. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან გორის დილას სპორტული დირექტორი ვანო ხორგლაშვილი, მოგესალმებით. გორის დილას ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში და გორის დილას მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას. დავიწყოთ სულჩა თქვენგან, მაინტერესებს როგორი გზნობაა გამარჯვება? ძალზედ სასიამოვნო და სასიხარულოა, იქიდან გამომდინარე, რომ გორის დილა არასდროს ყოფილა ჩემპიონი, ამას ემატება ის, რომ პირველი სეზონი იყო ჩემთვის უმაღლეს ლიგაში და პირველი სეზონში მოხდა ის, რომ ჩემპიონი გავხდი, როგორც მწვრთნელის რანგში, ძალზედ სასიამოვნოა, სასიხარულოა ეს ფაქტი. მე ულოცავ თვითონ ფეხბურთელს, ხელმძღვანელობას, იმ გულშემატკივარს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგა, თვითონ გორელს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენი წარმატება, ეს არის მთლიანად ქალაქ გორის წარმატება. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა მოუხადო და განსაკუთრებულად მიულოცო ჩვენი ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს, ჩვენი მხარის გუბერნატორს ბატონ ზურაბ რუსიშვილს, ეს დიდი წარმატება, იმიტომ რომ მათი დიდი ღვაწლი არის ამ წარმატებულ ამ ჩემპიონობაში, საქართველოს ჩემპიონობაში. მადლობა თვითონ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში რაღაც წვლილი მაინც გაიღო. დიახ, ელოდით თუ არა ბატონო გიორგი გამარჯვებას და რამ განაპირობა ის, რომ თქვენ უკვე საქართველოს ჩემპიონები ხართ? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, ქალაქს, მთელ ჩვენს რეგიონს, მიულოცავ ჩვენი კლუბის წარმატებას, მიულოცავ თითოეულ გულშემატკივარს და მე მინდა გითხრათ, რომ 13 მაისი ქართულ ფეხბურთში ისტორიული დღეა და ორმაგად ისტორიული გახდა ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი კლუბისთვის, რომ 13 მაისს ჩვენ ორი ტურით ადრე გავხდით საქართველოს ჩემპიონები პირველად გორის საფეხბურთო ისტორიაში. 1990 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, დამოუკიდებელი და 25 წელი ელოდა გორის გულშემატკივარი და თითოეულმა ადამიანმა, გულშემატკივარმა, ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ერთობლიობით ჩვენ შევძელით ეს და ყველას მოგილოცავ. ძალიან კარგი. მაინტერესებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რა გეკნები გაქვთ, რას აპირებთ? აუცილებლად გუნდი გაძლიერდება პირველ რიგში, გაივლის ორ საკმაოდ კარგ შეკრებას ევროპაში. მაქსიმალურად კარგად მოემზადოს გუნდი ევროპის სათამაშოდ, ევროპის ჩემპიონთა ლიგის სათამაშოდ, მე ესე ვიტყოდი შესარჩევი ეტაპისთვის. ჩვენი მიზანი იქნება, რომ გუნდმა ითამაშოს ხარისხიანი ფეხბურთი, გუნდმა ითამაშოს სანახაობრივი ფეხბურთი და აუცილებლად მიზნად გვექნება ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ქართული ფეხბურთის დონე, ევროპული ფეხბურთის დონე სრულიად განსხვავდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ და შევძლებ და გაუთანაბრდებით ეს ხმამაღლად ვერ ვიტყვით, მაგრამ მიუახლოვდებით მაინც და შევძლებთ იმ დონის ფეხბურთის თამაშს, რასაც ევროპული ფეხბურთი ჰქვია. ბატონო ვანო, საინტერესო რას ნიშნავს ორი ტურით ადრე გამარჯვება? თქვენც გვიანბეთ, თქვენი ემოციები მოგესალმებით ტელემაყურებელს, მე უერთდები მილოცვებს. ეს დღე მართლა ძალიან კარგად აღნიშნეს უჩამაც და გიორგიმაც, რომ მთელი გორი ამ დღეს ელოდა. ბევრი წლების განმავლობაში ამ მიზანთან რომ მისულიყავით, ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩართული ამ საქმეში და ძალიან ბევრი ხალხი გვეხმარებოდა. მინდა მეულოცო არა მარტო გორელებს, არამედ მთლიანად საქართველოში ვინც არის ჩვენი გულშემატკივარი, რამე თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ მარტო გორში არ არის გორის დილას გულშემატკივარი, სხვა ქალაქებშიც არის. და რაც შეეხება იმას, რომ ორი ტურით ადრე გავხდით ჩემპიონები, ეს მართლაც დიდი წარმატებაა, რამე თუ იმ случае ევროპაში გამხდარია ჩემპიონი ბაიერნი და იუვენტუსი. მესამე გუნდი მე მგონი ჩვენა ვართ. დანარჩენს გასარკვევიათ კიდე გახდებიან თუ არა ჩემპიონები. ინგლისის ჩემპიონია კიდევ. ინგლისის ჩემპიონია კიდე.
კი ბატონო, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხდათ ძალიან სასიხარულო მომენტი. ეს ძალიან დიდი სასიხარულო ასაკურველია მთელი გორი ფეხზე იდგა ძალიან თბილისში დახვედრა მოუწყვეს გორის დილას ფეხბურთელებს და სხვათა შორის თლიანად თელ საქართველოში ყველა ამას აღნიშნავდა რომ ესეთი თბილი, ესეთი მრავალრიცხოვანი დახვედრა მართლაც ძალიან გულზე მოსახვედრი იყო. მეც დავამატებ ამ დახვედრასთან დაკავშირებით, უშუალოდ მე ვიგრძენი ეს თითბოდა ეს სიყვარული გულშემატკივრისგან. აღსანიშნავია, რომ ჩამოვედით ღამის პირველ საათზე, ადგილზე დაგვხდა ჩვენი მხარის გუბერნატორი ბატონი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, იყვნენ გულშის გულშემატკივრები, რომლებიც წლების განმავლობაში გორის დილას ვალეშიკობდნენ და გვერდში ედგნენ, გულშემატკივრობდნენ ბოდიშით ბარაშიკობაზე. რაც შეეხება თვითონ ემოციას, იყო განსაკუთრებული იქიდან გამომდინარე, გრძნობდით თუ რამხელა სიხარული მივანიჭეთ ჩვენ ამ ადამიანებს და ჩვენ გრძნობთ რამხელა სიხარულის უფლებს დღესდღეობით გორში და ვისურვებდი რომ ეს არ ყოფილიყოს ერთჯერადი და მაქსიმალურად ყველა სეზონში ყოველთვის გორის დილა ბრძოლობდეს მაღალი მიზნებისთვის, რათა ყოველთვის კონდეს იმის საშუალება რომ ესე გულშემატკივარი გავახაროთ და ესეთი ბედნიერები ვამყოფოთ. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. საინტერესოა უჩა რა გრძნობაა საქართველოს ჩემპიონი მწვრთნელის რანგში 26 წლის ასაკში გახდა. მოგახსენებთ რომ პირველში მე ვარ 25 წლის მომოვატე. არა მარტო თემ საქართველოს მე და საქართველოს არა ეს ხუმრობით 25 წლის ვარ ამასთან 26 ივლისს ხდები 26 წლის რაღაც სიმბოლური იქნება ალბათ უფრო კარგად დაემთხვა ეს ყველაფერი რომ ჩემპიონის რანგში ხდები ოქროს დაბადების დღეს რა თქმა უნდა ძალზედ სასიხარულო და სასიამოვნოა პრეცედენტი არ მოხდა და არ ყოფილა, თუმცა ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ მე ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, იმდენს ვაკეთებ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ ხდება, რა ასაკში მოხდა და როგორ მოხდა. ჩემთვის თავარია ის, რომ ეს ყველაფერი იყოს სტაბილური, არ იყოს ერთჯერადი, ჩემი მუშაობა ყოველთვის იყოს წარმატებული და არა მხოლოდ ეს ჩემპიონობა მორჩა და დამთავრდა. რა თქმა უნდა, ძალზედ სასიხარულო და სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონი ხდები შენ გუნდთან ერთად, იმიტომ რომ უამრავი დღე, წუთი, სიძნელეები, სირთულეები, სიხარული გამოვიარეთ თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში და როდესაც შენი შრომა ფასდება, უდიდეს სიამოვნებას იღებ არა მარტო შენ, მთლიანად ქალაქს, სპორტსმენის მოვალეობაც ალბათ ეგ არის, რომ არა მარტო თავისთვის უნდა იცხოვროს იმ გულშემატკივრისთვის და უნდა იფიქროს ყოველთვის როგორ გაახაროს თავის გულშემატკივარი. მე როდესაც გორში ჩამოვდიოდი, მოგეხსენებათ რომ მე გორელი ვარ, 12 წლის ასაკში მომიწია ოჯახთან ერთად წასვლა, როდესაც დაუბრუნდი გორში სამუშაოდ, მქონდა იმის სურვილი, რომ გორში გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც დაამახსოვრდებოდა მთლიანად ქალაქს და მოხარული ვარ ძალიან, რომ სწორედ პირველი წელიწადს ჩემპიონები გავხდით. ბატონო გიორგი, გუნდის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პერიოდში თუ აპირებთ გაძლიერებას ახალი ფეხბურთელებით? ეს კითხვა უფრო სპორტულ დირექტორთან მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის. 22-ში მოგეხსენებათ სეზონი მთავრდება, ამ ორ ტურს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ეხლა ვფიქრობთ უკვე სამომავლოდ. მთავარი მწვრთნელი სპორტული დირექტორი ერთად დავსხდებით და გავივლით, რომელ რგოლში სჭირდება მთავარ მწვრთნელს გაძლიერება, რომელში არ გვჭირდება და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად გადავწყვეტ. თუმცა უკვე მოლაპარაკებები გვაქვს, რომ ევროპის დონე როგორც უჩამ, როგორც ანუ მოგახსენებთ, სულ სხვა დონეა, სულ სხვა ტემპია, სულ სხვა სისწრაფეებია და ჩვენც გვინდა რომ შესაბამისი ფეხბურთელებით გავძლიერდეთ, რათა ღირსეულად წარმოუჩინოთ ჩვენი ქალაქი და არა მარტო ჩვენი ქალაქი, რამე თუ ჩვენ იქ ჩვენი კლუბის სახელით უკვე ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ და გვინდა რომ ღირსეულად წარვდგეთ. ძალიან კარგი. ბატონო უჩა გისმენთ?
ну არის ხუთ ფეხბურთელთან ამ ეტაპზე მოლაპარაკება. აქედან სამი ფეხბურთელი არის ქართველი, ორი ლეგიონერი. მოლაპარაკების სტადიაში ვართ. ამ ეტაპზე სახელდაგვარების დასახელება არ შემიძლია, იქიდან გამომდინარე არ არის ჯერ გადაწყვეტილი ამ ფეხბურთელების ჩვენ კლუბში ჩარიცხვა, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ფინიშისკენ არის გასული, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს და აუცილებლად მოხდება ამ ფეხბურთელების ჟურნალისტებთან წარდგენა და ყველა გაიგებს თუ რა დონის ფეხბურთელები არიან ესენი. უბრალოდ ერთ პატარა მინიშნებას მიცემ ჩვენ გულშემატკივარს, ესენი არიან საქართველოს ნაკრების კანდიდატები, ხოლო რაც შეეხება უცხოელ ფეხბურთელს, ზოგადად გამოცდილები არიან და მე ვფიქრობ, რომ გორისდილა საკმაოდ გამოდგება. კიდევ ეს დავამატებდი, ჩვენ კლუბს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად უჭირს წინახაში აღნიშნავ იმას, რომ მხოლოდ ნომინალური ერთი ცენტრფორვარდი ყავს ირაკლი მოდებაძის სახით, რომელიც ძალზედ კარგი თავდასხმელია, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ჩემპიონობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ევროპულ დონეზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 3 საუკეთესო ცენტრფორვარდი, რომლებიც შეძლებენ ევროპულ დონეზე კარგ თამაშს. ირაკლი მოდებაძეზე ისევ აღნიშნავ იმას, რომ ის არის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე და მე მინდა უსურვო მას, რომ წლევანდელსაც სწორედ ის გახდეს ჩვენი ქვეყნის ბომბარდირი, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი. დიახ. თუ არის უკვე ცნობილი იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვინც ამ სეზონზე დატოვებს გუნდს? ამ ეტაპზე არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჩვენ გვინდა ყველა ფეხბურთელი შევინარჩუნოთ, ყველა დარჩეს გუნდში, იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რაც უფრო ფეხბურთელები ერთად არიან, რამოდენიმე წლის განმავლობაში, ამის შემდეგ უფრო ხდება გუნდის სრულფასოვნად ჩამოყალიბება და შედეგის გაკეთება. ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა ფეხბურთელი შევინარჩუნოთ, თუმცა არის გარკვეული პრობლემები ხოლმე სეზონის ბოლოს, სადაც ხდება, რომ არის კონტრაქტის მეშვეობით უნდა მოხდეს შეთანხმება კლუბსა და ფეხბურთელს შორის, ეს უკვე უშუალოდ ფეხბურთელების გადასაწყვეტი იქნება, რამდენად მაყოფილები იქნებიან იმ პირობებით, რა შეთავაზებული იქნება ჩვენი მხრიდან და რამდენად იქნება სურვილი, რომ ჩვენ კლუბთან გააგრძელონ ურთიერთობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელს სურვილი ექნება, რომ ჩვენ კლუბში დარჩეს და ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გვერდში დგომა იქნება მათ მიმართ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე მაინტერესებს თვითონ თქვენთაგანი საზრით. თქვენი გადმოსახედიდან დღევანდელი შემადგენლობით გაუწევს თუ არა ევრო ტურნირებზე გორისდილა სხვა გუნდებს კონკურენციას? დავიწყოთ ბატონო ანო თქვენგან. აქ უკვე აღინიშნა, რომ ცოტა განსხვავებული ტემპია და ცოტა განსხვავებულად არის განვითარებული როგორც საქართველოში, ისე ახლა ევროპის წამყვან ლიგებში ფეხბურთი. დღესდღეობით ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება გაძლიერება იმისათვის, რომ მართლა ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი ევროსარბიელზე და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებით ჩვენ გავძლიერდებით და კონკურენციას გავუწევთ ჩვენს მოწინააღმდეგეს. აქ აღსანიშნავია კიდევ წილის ყრაში ვინც შეხვდება, როგორ შეხვდება და ესე ახლა რომ ერთ ხელის მოსმით ახლა ჩვენ ძალიან გვინდა რომ თავარბადეში მოხვდეთ, მაგრამ ამას თავისი ნიუანსები აქვს, ამას ცოტა სხვა რაღაცეები უნდა, მაგრამ მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ღირსეულად წარმოვჩდებით და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ სხვა გუნდებს. დიდი იმედი მაქვს თქვენ რას გვეტყვით ბატონო. წერანაც აღნიშნე და თქვენც მოისმინეთ, რომ ჩვენ გვჭირდება რამოდენიმე პოზიციაზე გაძლიერება, შევეცდებით, რომ ის ფეხბურთელები დავიმატოთ და გავძლიერდეთ, მაგრამ ძირითადი ბირთვი, როგორც უჩამ აღნიშნა, არის გუნდში შენარჩუნებული, იმიტომ რომ 6 თვეში გაუშვა ფეხბურთელი, მე 6 თვის მერე სხვა მოიყონ და ასე შემდეგ, რაც უფრო სტაბილურად გვეყოლება 1 წელი, 2 წელი, უფრო კარგია, იმიტომ უფრო შეთამაშდებიან და უფრო გაიოლდება ის ენა, რომელსაც კლუბის ფილოსოფია ქვია და მთავარი მწვრთნელი გადასცემს. ჩემი აზრით, ძირითადი ბირთვი, როგორც უჩამ აღნიშნა, ფეხბურთელებიც კმაყოფილები არიან ჩვენი ხელშეწყობით და ჩვენც კმაყოფილები ვართ და მე მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად წარვდგებით ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ისმეთ ბატონო ჩამ.
მე მოგახსენეთ უკვე რომ ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, ხოლო რაც შეეხება არსებული კონტინგენტით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, მე პირდაპირ ვიძახი რომ შეიძლება ის რომ გუნდმა აჩვენოს საკმაოდ სანახაობრივი თამაში, ლამაზი ფეხბურთი და თავს არ შეიცვას ნამდვილად ევროპულ დონეზე. თუმცა მნიშვნელოვანია ის რომ გუნდი გაძლიერდეს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. სწორედ ამის შედეგად დგება ის რომ გუნდის თამაში უფრო ხარისხიანი და შედეგიანი არის ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიძახი გაძლიერება ამ არსებული კონტინგენტთან ერთად. დიახ. საინტერესოა ის თუ ვისი დამსახურება ის რომ გორის დილა დღეს არის საქართველოს ჩემპიონი. ნუ ახლა ესე კონკრეტულად მე ვფიქრობ ყველას დამსახურება, კონკრეტულად არავის დამსახურება არ არის. აქ არის ძალიან კარგად შერწყმული იმისი კლუბის სპორტული მხარის ქალაქის ხელმძღვანელობის, გუბერნიის, გულშემატკივრების. პირველი ის არის რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით რომ უჩა მოვიყვანეთ უფროს მწვრთნელად. მერე ამ ადამიანმა მართლა ძალიან კარგი სამუშაო გასწია ფეხბურთელების შერჩევის მხრივ და ვფიქრობ რომ აი ესე დაუზოგავი შრომით ნელ-ნელა ჩვენ მივედით ამ შედეგამდე დღეს რაც არის. მე პირადად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგის. გიორგი მართლა ესე იგი ისე სწორად წაიყვანა, სწორად დაალაგა ყველანაირი სტრუქტურა და ყველამ თავისი საქმე სკეთება დაიწყო. და ეს შედეგიც სახეზია. მე კიდე მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას, გუბერნიას, ჩვენს გულშემატკივრებს. აი ესე ერთად შერწყმით, სულ ერთი მუშტად შეკვრით, ჩვენ მივაღწიეთ აი ამ საწადილს და მართლა დიდი შედეგია და მე კიდევ ერთხელ მინდა მიულოცოს უყურეს. ის კიდევ ერთხელ მივულოცავთ. თქვენი აზრით მომდაბლებს. მოგახსენებთ, თავარი არის პირველი ხალხის ნება, რომ გორში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ძალიან დიდი სიყვარულია და იგრძნობა ჩვენს მიმართ აი ამ ხალხისგან გამომდინარე და მეორე აი რამხელა სასიხარულოა, როდესაც კლუბში ყავს ისეთი ადამიანები თითოეულ პოზიციაზე, რომლებიც არიან მაღალი პროფესიონალი და დიდი ნიჭით დაჯილდოვებული. მე მართალი თქვა ვანომ, ძალიან დიდი ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა, რომ აი ბევრს მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი, ბევრი სკეპტიკოსი სხვანაირად უყურებდა ეს სიმართლეა, მაგრამ ადამიანმა უჩამ დაამტკიცა, რომ არის ძლიერი პიროვნება, არის ნიჭიერი ადამიანი, არის განათლებული ადამიანი და სტაბილური ადამიანი, იმიტომ რომ უკვე მესამე გუნდშია და სამივე გუნდში მაღალ პოზიციაზე ყავდა თავისი გუნდი, როდესაც ეს იყო მთავარი მწვრთნელი. ესეთი შედეგი კიდე მე ძალიან მიხარია, რომ გორის დილაში მიაღწია და პირველი ადგილი და პირველი ჩემპიონია და ძალიან სასიხარულოა. პლუს მაგას რამხელა სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება გენდობა და უყურავს და თითქმის ყველა თამაში დადიან. მერი საკრებულოს თავმჯდომარე სამტრედიაშიც იყვნენ თამაშზე, მე ჩამოვედით ბატონი ზურაბი რუსიშვილი დახვდა გუნდს, გადმოგცა პრემიერის მოლოცვა უკვე გუნდს და რა ვიცი, აი სულ ყველანი ვართ გაერთიანებული. რამხელა სიხარული, როდესაც გულშემატკივარი თამაშს არ აცდენს, ის განსაკუთრებული გულშემატკივარი, რომელიც ყველა თამაშზე მობრძანდება, არა მარტო საღლში, არამედ გასვლაზეც დააგვდევს და საქმეს ატოვებენ და ჩვენ გუნდს უანგაროდ გულშემატკივრობენ. აი ამ ყველაფერმა, ჩემი აზრით, გამოიწვია ის დიდი ზეიმი, რომელიც 13 მაისს 2 ტურით ადრე ქალაქ გორში დაიწყო და ჯერა რომ 22-მდე და ამის შემდეგაც გაგრძელდება და მე ვისურვებდი რომ ევროპის სარბიელზეც ღირსეულად და წარმატებით გამოსულიყავით. ძალიან კარგი. განსაკუთრებულად მე მინდა გამოყო ფეხბურთელების ღვაწლი ამ ჩემპიონობაში, იქიდან გამომდინარე რომ სწორედ ისინი დგანან მოედანზე, ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რაც უკვე ჩვენგან იღებენ, თუმცა იმ დავალების გარდა ფეხბურთელები უკვე მოქმედებენ მოედანზე, რაც უკვე მათ გონებაში. და სწორედ მათი დამსახურებაა რომ მოახერხეს და შეძლეს და გახდნენ ჩემპიონი.
მაგრამ ამის გარდა არის უამრავი დეტალი, ნიუანსი, რომელიც მოედანზე არ ჩანს და მოედნის გარეთ ხდება. პირველი რაც მინდა ყველაზე მნიშვნელოვნად გამოვხატო და ვთქვა, ეს არის ქალაქის მერიის დამსახურება, ჩვენი მხარის გუბერნატორის, სწორედ ამ ფეხბურთელებს გვერდში დაუდგნენ ეს ადამიანები, ამ ადამიანებმა მისცეს რწმენა ამ ფეხბურთელებს, რომ ისინი იქნებოდნენ მათ გვერდში ფინანსურად, ხელი შეეწყობოდათ მთელი სეზონის განმავლობაში და სწორედ ასეც მოხდა. ამას დაემატა ის, რომ უშუალოდ ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც მე ვიტყოდი ყველაზე საუკეთესოა ეროვნულ ჩემპიონატში, მაქსიმალურად თავისი საშუალებით როგორც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გუნდს გვერდში დაუდგნენ, არა მარტო ქალაქ გორში, არამედ ოდესაც ჩვენ გვიწევს გასული თამაშებზე ისინი მოდიან და გულხორვალად გქომაგობენ, რაც შეეხება გიორგიმ როგორც აღნიშნა, ისინი საკუთარ სამსახურს ატოვებენ, საიდანაც ისინი პურის ფულს შეუვლობენ, რათა თავის ოჯახები არჩინონ და ტოვებენ ამ საქმეს და მოდიან და ჩვენ გულშემატკივრობენ. მე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო იმ მწვრთნელთა სტაფის მუშაობა ამ ხნის განმავლობაში, რომელებაც უდიდესი შრომა გაწიეს, ძალზედ კარგად იმუშავეს იმისთვის, რომ ჩვენი ფეხბურთელები კარგად მომზადებულიყვნენ. ასევე მე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ხელმძღვანელობის მუშაობა, რომელმაც კარგად შეძლეს დაალაგეს, ორგანიზებული გახადეს კლუბი დილა, სტრუქტურულად გამართული და სწორედ ამ ინტერესების თანხმდრა მოხდა ყველა მხრიდან და ამ ინტერესებთან თანხმდრამ გამოიწვია ის, რომ დაიდო ამხელა შედეგი. ჩვენ ლაპარაკობდით კიდევაც ეთერს გარეთ, რომ უდიდესი ემოციებია, უდიდესი სიხარულია და ჯერ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებ თუ რამხელა რაღაც მოხდა ის, რომ გორის დილამ მოახერხა და პირველად შეეძლო საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება. ალბათ დრო უფრო კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, დროთა განმავლობაში უფრო კარგად გამოჩნდება ის თუ რამხელა საქმე გაკეთდა და ეს არის ერთიანობის დამსახურება. მე ასევე თქვენ ჟურნალისტებსაც დიდ მადლობას მოგიხდით, ადგილობრივ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ტელეკომპანია დიას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს გვიწყობდა ჩვენ ის ინფორმაცია, რაც ჩვენთან შიგნით ხდებოდა, რომ გულშემატკივრამდე მიგვეტანა და ინფორმირებულები გაგვიხადა ჩვენი გულშემატკივარი იყო რთული პერიოდები, განსაკუთრებით როდესაც გორის დილად დასაჯეს და სწორედ იმ პერიოდში ორჯერ მოგვიწია ტელეკომპანიაში მოსვლა და იქ გულშემატკივართან ზუსტი ინფორმაციის მიტანა და მე მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ თქვენ და თქვენი წვლილი არის ამ ყველაფერში. ასე რომ კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად გორს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა თუ არ შეიტანა, იმიტომ რომ ეს ყველა წარმატებაა და ეს ყველაფერი აისახება დროთა განმავლობაში. ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, რომ ფეხბურთის განვითარება, მომავალი სწორედ ფეხბურთის განვითარება დაიწყო გუშინდე, ანუ როდესაც თამაში ჩვენ ჩავატარეთ 13 რიცხვი, 13 რიცხვიდან ჩვენთან თუ დადიოდა ვითარდებოდა, განვითარდება, მაგრამ ეხლა უფრო ხარისხიანი და კარგად განვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა თუ დადის ფეხბურთზე 1500 წელში დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღიდან, ზეგინდელი დღიდან აუცილებლად ეს ციფრი გაიზრდება უფრო მეტად, იმიტომ რომ როდესაც ნახავენ თუ ამხელა შედეგი, ამხელა ხალხის სიყვარული, ამხელა ფინანსური მოძლიერება ფეხბურთელებისა, იგრძნობენ თუ რა მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთში იყვნენ, ფეხბურთით დაკავდნენ და ფეხბურთით იცხოვრენ. მომავალ თაობაზე მაქვს მე საუბარი სწორედ და იმ მშობლებზე, რომლებიც გორში ცხოვრობენ, გაანალიზებენ კარგად თუ რა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დააკავონ სპორტით და განსაკუთრებით ფეხბურთით, იმიტომ რომ ფეხბურთმა შეიძლება მიცეს იმ ბავშვს ყველაფერი. დეთანხმებით. ეხლა საინტერესოა თქვენს გუნდში ფეხბურთელთაგან რომელია ყველაზე პატარა, ვინც თამაშობდა და მათი და მისი დამსახურებით მოიპოვეთ საქართველოს ჩემპიონობა. ჩვენთან ყველაზე პატარა არის გიორგი კურმაშვილი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა. მონაწილეობა მან მიიღო მხოლოდ თასის თამაშზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მასაც დიდი წვლილი მიუძღვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ბავშვთა სკოლის აღზრდილი, მოახერხა და წელს დაწინაურდა და პირველ გუნდში ვარჯიშობს უკვე აქტიურად.
და მე მინდა მას დიდი წარმატებები უსურვო, ძალზე ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია, რაც უფრო დრო გავა, უფრო მეტი საშუალება მიეცემა ამ ფეხბურთელს, რომ მეტი მონაწილეობა მიიღოს ჩვენ ჩემპიონატში. რაც შეეხება ყველაზე პატარას, ამის შემდეგ გიორგი კორმაშვილის შემდეგ ეს არის ტენგო ციქარიძე, რომელიც არის 18 წლის, არის უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელმაც თითქმის თამაშების 80% ჩაატარა და ითამაშა, უდიდესი წვლილი არის მისი ჩემპიონობაში შეტანილი, არის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არა მარტო გორს, საქართველოს ესდება ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი და მე მინდა აქედან მას უსურვო წარმატებები, უსურვო ეროვნულ ნაკრებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელების ესე კარგად განვითარება და წარმოჩენა, ისევ და ისევ ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაც არის, არა მარტო ხელმძღვანელობის და მწვრთნელების, იქ არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ხელს უწყობენ სწორედ ესეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ კარგად მოახდინონ თავის წარმოჩენა ამ ფეხბურთელებმა და ხელშეწყობა ხდება იმ გამოცდილი ფეხბურთელების მხრიდან ამ პატარების მიმართ. და ასევე იმ ფეხბურთელებსაც, იმ გამოცდილი ფეხბურთელებსაც დიდი მადლობა უნდა უთხრათ, რომ ესე ხელს უწყობენ ჩვენ ახალგაზრდებს და ჩვენ მომავალ თაობას. გადავიდეთ სამომავლო გეგმებზე, ყველა ძალიან აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, დარწმუნებული ვარ თქვენი სამომავლო გეგმები ძალიან აინტერესებს, დავიწყოთ ბატონო ვანო თქვენგან. ვიცით რომ წინ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება ამის გარდა. სამომავლო გეგმები სპორტული. რა თქმა უნდა. სამომავლო გეგმებში ახლა როგორც უჩამ თქვა 22-ში მთავრდება სეზონი, ჩვენ კიდე ახლა ორი თამაში გვაქვს დარჩენილი. ამ ორ თამაშს რასაკვირველია ჩვენ ღირსეულად წარმოვაჩენთ თავს და 22-ის მერე დასვენება გვექნება 10 დღით. შემდეგ დავიწყებთ ვარჯიშს და მომავალში ორ შეკრებას გავავლით, ამასობაში უკვე გვეცოდინება ვინ შეხვდება შესაჩერ ციკლზე და ვფიქრობ, რომ ორი შეკრების მერე უკვე ალბათ თამაში გვექნება და ვითამაშებთ, რა ვიცი, მომავალი დარწმუნებული ვარ ეს თამაში წარმატებული. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალღონეს არ დავიშურებთ, ყველანაირ პირობას შევუქმნით გუნდს, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ნახოთ. ბატონო უჩა გისმენთ? ნუ განსაკუთრებით აღნიშნავ მე იმას, რომ როდესაც ჩვენ მომზადებას დავიწყებთ, მნიშვნელოვანი იქნება როგორ გავლით ამ მოსამზადებელ პერიოდს. გუნდმა უნდა გაიაროს რაც შეიძლება ნაყოფიერად, ყველა ფეხბურთელი უნდა დაიხარჯოს მაქსიმალურად, იქიდან გამომდინარე, თუ კი ჩვენ გვინდა თავი კარგად წარმოვაჩინოთ ევროპულ დონეზე, ამ შემთხვევაში უკვე ფეხბურთელებს უნდა შეუქმნათ მაქსიმალური პირობა. მაქსიმალურ პირობაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ ორი შეკრება ევროპაში, აუცილებლად ერთი შეკრება, ან მეორე შეკრების დროს უნდა ჩავატაროთ 4 ამხანაგური თამაში ისეთი დონის გუნდებთან, როგორი გუნდი წამოვა კენჭისყრის დროს, რომელ გუნდსაც ჩვენ უნდა ვეთამაშოთ, რათა გათანაბრებული იყოს დონე, რათა მოხდეს ამხანაგური თამაშების ჩატარება, როდესაც მოგვიწევს ჩვენ ოფიციალური თამაში უკვე იმ გუნდთან, უკვე ჩვენ გავლილი გქონდეს ტესტ მატჩები და არ გაგვიჭირდეს ჩვენ უკვე იქ თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალზედ ნაყოფიერად ჩაივლის ყველა ეს პროცესი, რასაც მე ახლა ვამბობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მაინც არის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ის, თუ როგორ სელექციას ჩავატარებთ და რა დონის ფეხბურთელებს დავემატებთ გუნდში და როგორ მოახერხებს გუნდი გაძლიერებას. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ჩვენი გუნდისთვის. ნამდვილად ასე. გისმენთ. მოგახსენებთ 22 იუნის არის კენჭისყრა, ჩვენი გუნდი მოგეხსენებათ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. აქედან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელს დაგეგმილი აქვს უკვე რომელ რიცხვში დაიწყებს, როდის დასვენება იქნება. მთავარია, რომ ჩვენ ის ერთიანობას ვინარჩუნებთ, პლუს გვინდა რომ სელექცია იყოს ზუსტი და აი ამ ფეხბურთელებით ჩვენ გავძლიერდეთ, პლუს ამას როგორც მოგახსენეს ორ შეკრებას ვგეგმავთ საზღვარგარეთ, ნაყოფიერად მოვემზადოთ, ნაყოფიერად
матчები, რა თქმა უნდა და არა, უბრალოდ დავამატებ ეს ორი შეკრება, ეს არ არის გასართობად გაკეთებული, ეს არის იმისთვის, რომ ფეხბურთელი უნდა შეეგუოს იმ პირობებს, სადაც უკვე უშუალოდ შემდგომ უწევს თამაში. ფეხბურთელის ორგანიზმი უნდა მოემზადოს საუკეთესო პირობებში, რათა უკვე მას საუკეთესო პირობებს გულისხმობ იმას, რომ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იქოლოს ნორმალურად, ნორმალური აღდგენითი საშუალებები ჰქონდეს და ხელი არ ეშლებოდეს გარეშე პრობლემებისგან, ანუ არ უნდა ექნებოდეს გარედან პრობლემები. სწორედ უნდა მოხდეს შერჩევა და დაგეგმარება ისეთი ადგილისა, სადაც იქნება სწორედ ესეთი პირობები შერჩეული. Ხოლო რაც შეეხება მეორე შეკრებას, რა თქმა უნდა, ეს უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე შეკრების დროს, თუ როგორი ამხანაგური თამაშები დაინიშნება. სწორედ აქედან გამომდინარე, უკვე ჩვენ გვეცოდინება გუნდის რეალური ძალა, რეალური სახე და სწორედ აქედან გავიგებთ, თუ რა დონეზე შეგვიძლია ჩვენ გავიდეთ და მოვახდინოთ. თუმცა ეს არ იქნება გადამწყვეტი. შეიძლება ეს შეკრებაზე ჩატარებული მატჩები არ მოხდეს ისე, რომ ყველა გავიმარჯვოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ თამაშისთვის უნდა იყოს სრულფასოვანი მომზადება. დიახ. გამნაგზოთ. მონი კარგად თქვა. კარგად თქვა და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოგბრძანებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს. თუ შეიძლება რომ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა გულშემატკივარს, ისევ და ისევ მე ვერ დავიწყებ იმ ემოციებს, რაც განვიცადე იმ მომენტში, როდესაც ჩამოვედი ეს გულშემატკივარი, მე დამხვდა, მე ნამდვილად ვიგრძენი ევროპული დონის წვრთნელად, ასე რომ ვთქვათ, და ნამდვილად ვიგრძენი ის დიდი სიყვარული, თუ რა როგორ გამოხატეს მათ ჩვენს მიმართ და მე მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა მოუხადო მათ ამ ყველაფრისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ გუბერნატორს, რომელიც იქ ჩვენ გველოდებოდა ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებული მადლობა ჩვენ ქალაქის მერს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იმ მომენტში იქ იდგა და არ იდგა. ზოგმა ალბათ ვერ მოახერხა, ვერ შეძლო, მაგრამ ყველა ნაბიჯზე გგზნობ იმ სიყვარულს და გამოხატავენ და გვაგზნობინებენ, რომ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის იქნება ეს. ხო, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს ჩვენთვის და მე მინდა მადლობა მოუხადო თითოეულ გულშემატკივრს. კიდევ ერთხელ წარმატებები. შეგახსენებთ, რომ გორის დილა საქართველოს ჩემპიონია. წარმატებები მინდა გისურვოთ, დაგემშვიდობებით. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ გორის დილას სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი, გორის დილას ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში და გორის დილას მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი. თავისუფალი სივრცე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 10:09 შევხვდებით ახალი ამბებით, დროებით.